ეს არის უფრო პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი, რა თქმა უნდა, სამხედრო მნიშვნელობა მას ძალიან დიდი აქვს, განსაკუთრებით უკრაინისთვის, თუმცა ბოლო პერიოდში უკრაინას თვითონ გაუჩნდა საშუალებები და თვითონ აწარმოებს ისეთ საშუალებებს, რომელიც დაახლოებით არა ისეთი მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, რომელიც ტომაჰავკს გააჩნია, მაგრამ მანძილის და დარტყმითის შესაძლებლობების თვალსაზრისით არა ნაკლები არის, ვიდრე ტომაჰავკი. ტომაჰავკი ეს წარმოადგენს შორი მანძილის მაღალი სიზუსტის ფრთოსან რაკეტას, რომელსაც შეუძლია 3000 კილომეტრამდე სხვადასხვა მოდიფიკაციიდან გამომდინარე 3000 კილომეტრამდე ფრენა, მას გადააქვს 450 კილოგრამი ფეთქებადის მუხტი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის არის ქსელურ ცენტრული ტიპის სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი მართვა შესაძლებელია როგორც თანამგზავრის საშუალებით, ასევე ხომალდის, თვითმფრინავის, ინდივიდუალური ქვეითის მხრიდანაც კი, ან ყველას მხრიდან ერთდროულად. ასე რომ ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, მაგრამ საუბარი არის გადაცემაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს არის კიდევ ერთი მინიშნება რუსეთისთვის, რომ რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და იძულებული გახდეს რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ვინაიდან ის დარტყმები, რომელიც ხორციელდება რუსეთის სიღრმეში და რომელმაც გაანადგურა რუსეთის ენერგოგადამუშავებელი პოტენციალის 38%, რა თქმა უნდა მტკივნეულია და რა თქმა უნდა ზემოქმედებს რუსეთის როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკურ პოტენციალზე.